ქალაქი ახალციხე მდებარეობს საქართველოს სამხრეთში და არის სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული ცენტრი. ის მდებარეობს კოთხოვის მდინარის პირას და ცნობილია თავისი ძველი ისტორიით. ახალციხე გამორჩება კულტურათა მრავალფეროვნებითა და სხვადასხვა ტრადიციის შერმტყმით. და დღეს ჩვენი ექსკურსიის ფარგლებში ჩვენ ჩავედით ახალციხეში, ანუ კონკრეტულად ახალციხის გული და მთავარი ღირსშესანიშნაობა რაბათის ციხე. ღირდა ეს ხომ ამად ღირდა ეს ცხოვრება ღირდა რომ დასახულ მიზანს არ გადაუხვევ. ეს არის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც მე-20-21 საუკუნების მიჯნაზე აღდგა. იგი მოიცავს ციხესიმაგრეს, მუზეუმებს, ეკლესიას, მეჩეთსა და მინარეთს. რაბათი მე-9 საუკუნეში დაარსდა და მე-16 და მე-17 საუკუნეებში გადაკეთდა. შენობა მაღლობაზეა აგებული და გადახურებს ქალაქს. რაბათის ციხე მდებარეობს მდინარე ფოცხოვის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე. იგი საუკუნეების წინ მთავარი ქალაქი იყო და ათაბაგდა რეზიდენცია. რაბათი არის წარმომადებული მაგალითი შუასაუკუნოვანი არქიტექტურისა და თანამედროვე აღდგენის სინთეზისა. იგი ასახავს რეგიონის მდიდარ ისტორიას. 2012 წელს აღდგენილი კომპლექსი პოპულარულ ტურისტულ ადგილად იქცა. ის აერთიანებს ქრისტიანული და მუსლიმური კულტურის ელემენტებს. რაბათი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ადგილი საქართველოში. რაბათის ტერიტორიაზე მდებარეობს მეჩეთი, რომელიც აშენდა ოსმანთა მმართველობის პერიოდში. ის გამოირჩევა ორნამენტული არქიტექტურით და ისტორიული მნიშვნელობით. მინარეთი და მედრესე მეჩეთთან ახლოს დგას. მეჩეთიდან ხმამაღალი ლოცვის მოწოდების კოშკი. ასევე მდებარეობს მედრესე ისლამური სასწავლებელი აღმოსავლური არქიტექტურით. დღეს ეს მეჩეთი წარმოადგენს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას და სიმბოლოა მრავალკულტურული მემკვიდრეობისა. რესტავრირებულ ნაწილში მდებარეობს შენობა, რომელიც ამამის სტილშია. ძველი ოსმალური აბანოს იმიტაცია, რაც ოსმალეთის გავლენას გვახსენებს. რაბათის ტერიტორია მოვლილი და ლამაზი დასასვენებელი ადგილია. აქ არის შადრევანი, ყვავილებით სავსე კლუმბები, მწვანე ალეები და ბევრი დეკორატიული მცენარე. ტერიტორია მორთულია სკამებით და სასეირნო ბილიკებით, რაც მას სასიამოვნო ადგილად აქცევს დასვენებისა და სეირნობისთვის. რესტავრაციის შემდეგ რაბათი მხოლოდ ციხე კი არა, სარეკრეაციო სივრცეც გახდა. რაბათი არის წარმატებული მაგალითი შუა საუკუნოვანი არქიტექტურისა და თანამედროვე აღდგენის სინთეზისა. იგი ასახავს რეგიონის მდიდარ ისტორიას, სადაც იკვეთებოდა ქრისტიანული და მუსლიმური რელიგიები. ქრისტიანული ეკლესია პატარა მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ასახავს რეგიონში რელიგიური მრავალფეროვნებას. ციხის ზედა ნაწილი. ციხის ზედა ნაწილში ძირითადად ისტორიული ნაგებობებია განთავსებული. სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, რომელიც ჭაღელების საგვარეულო სასახლეშია. ასევე მეჩეთი, ციტადელი, მედრესე, მე-19 საუკუნის მართლმადიდებელი ტაძარი, კათოლიკური ეკლესია, ამფითეატრები, ქვედა ნაწილში სასტუმროები, ქორწინის სახლი, კაფე-ბარები, მაღაზიები, ღვინის მარანი. ასევე აქვეა კიდევ საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის. რაბათში დაგებულია ვიწრო ქვის ქუჩები, რომლებიც შუა საუკუნეების სურნელს ატარებს. აქ ნახავთ ხელოსნურ მაღაზიებს, ღვინის ბუტიკებსა და ტრადიციულ კაფეებს. გალავანის ნაწილი მე-12 საუკუნიდანაა შემორჩენილი, თუმცა მრავალი ნაწილი აღდგენილია მე-18 საუკუნეში და განსაკუთრებით 21 საუკუნის რესტავრაციაა. ციხის შიგნით მდებარეობს ადგილობრივი ფეოდალების ჯავახიშვილების სასახლე. შენობა აღდგენილია, თუმცა შემონახულია ქართული არქიტექტურის ელემენტები აღმოსავლური სტილის შერწყმით. რაბათი მხოლოდ ციხე არ არის, ეს ცოცხალი მუზეუმია ღია ცის ქვეშ, სადაც ქართული, ოსმანური და ევროპული ელემენტები ერთიანდება. ეს ადგილია, რომელიც მოგვითხრობს რეგიონის მდიდარ წარსულზე და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს ყველა მნახველზე. ამით ვასრულებ ჩვენს ვიდეოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.